დონალდ ტრამპმა, რომელიც აცხადებს, რომ ტარიფების შიდა წარმოების გაძლიერებას ემსახურება, გლობალური სავაჭრო სისტემის აღწერისას აგრესიული რიტორიკა გამოიყენა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას როგორც მტრული, ისევე მეგობრული სახელმწიფოები 10 წლეულების განმავლობაში ძარცვავდნენ და აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ამერიკა კვლავ გამდიდრდება. ჩემო თანამემამულეებო, ეს განთავისუფლების დღეა. ამას დიდი ხანი ველოდით. ეს დღე მუდამ დარჩება ისტორიას, როგორც ამერიკული ინდუსტრიის აღორძინების დღე. დღე, როდესაც ამერიკამ თავისი ბედისწერა საკუთარ ხელში აიღო და დღე, როდესაც დავიწყეთ ამერიკის ხელახლა გამდიდრება. 10 წლეულების განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ძარცვავდნენ, აუხრებდნენ და აუპატიურებდნენ ახლო და შორეული ქვეყნები, როგორც მტრები, ისევე მეგობრები. ჩემი აზრით, ეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის დეკლარაცია. წლების განმავლობაში შრომის მოყვარე ამერიკელი მოქალაქეები შორიდან უყურებდნენ, როგორ მდიდრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ სხვა ერები. დიდწილად ჩვენს ხარჯზე. ახლა ჩვენი ჯერია. ტრილიონობით დოლარი მოხმარდება გადასახადების შემცირებას და ეროვნული ვალის დაფარვას. ეს ძალიან სწრაფად მოხდება. დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ, უფრო დიდებული ვიდრე ოდესმე. America great again, greater than ever before. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკა გლობალური ეკონომიკის არქიტექტურას დიდ საფრთხეს უქმნის და შესაძლოა ფართო სავაჭრო ომები გამოიწვიოს. ტრამპის გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითი რეაგირებები მოყვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან. მათი ნაწილი მიღებული ზომების გადახედვას და მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს. ნაწილი კი საპასუხო ზომებით იმუქრება. პრეზიდენტ ტრამპის განცხადება საყოველთაო ტარიფების დაწესების შესახებ, მათ შორის ევროკავშირზე დიდი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის. ღრმად ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო. მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზარალებს, შედეგებს კი მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი იგრძნობს. გაიზრდება სასურსათო ხარჯები მილიონობით მოქალაქისთვის. გაიზრდება მედიკამენტებისა და ტრანსპორტირების ფასი. გაიზრდება ინფლაცია. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის. ამავე დროს ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვისაც. უკვე ვასრულებთ საპასუხო ზომების პირველ პაკეტს, ფოლადზე დაწესებული ტარიფების გამო. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ჩვენი უძველესი მოკავშირით ახლა იმედგაცრუებულია. დიახ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ შედეგებისთვის, რაც აუცილებლად მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას.